მოგესალმებით მეგობრებო, Raymond Roots-ის მეორე სეზონის რიგით მეორე ბეთლზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. Yo! ასევე ჩვენი მხარდამჭერი და სპონსორი Omega MBR-ი. ჩვენი უცვლელი პარტნიორი Control Room-ი. Yo! და ჩვენი ერთგული სპონსორი ხალხი. Okay, დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან Big S და Willy. პირველი რაუნდი Big S. სეზონში 8 მონაწილე და 7 უნიჭო MC, ფინალის ჩათვლით იქნება 33 ყლეობა და 9 ჰარდკორული ვერსიი. მინდა ხალხმა გაიცნოს ყველა მათგანის ავტორი, დაქოქილი 15 და 6 მაქვს გულის მაგივრად მატორი. MC-ების ჩამოთვლას არ დავიწყებ, ჩემთვის 7-ვე მსგავსია. ბიგესის ყველა ლაინი ატომის წვერზე ბასრია, ყველა შარშია, თავის შველაზე ფიქრობს, ჩემი მოსმენის მერეკის სახლში წასვლასაც ითხოვს, რაც უნდა გაჯვან არსად შეგიძლია წახვიდე. ამიტომ ტრაკი თუ არ გაქვს სეზონზე ვაფშე არ გახვიდე, მაგრამ ამ 7-ის მიღმა არის ერთი ღირსეული. ჰიპ-ჰოპში არაფერი აქვს მიღწეული და მიზანი აქვს ხალხმა ადიდოს. დაგეგმილი აქვს 3 MC ცალ-ცალკე გათითოს. ნავიდუმ შიერის არაფერი ეტყობა, მაგრამ გამოხედვა აქვს შიერი. გარშემო წრედაყვება, დიდი ეგო და იერი. მომზადებული აქვს ფანჩები, ტექსტის კარგად ცნობა მთავარია და მერვე მონაწილე ისაა, რომელიც ყველაზე მაგარია. პირველ რიგში სალამი ყველას, პირველად ვარ დისცენაზე და მე ეს მახარებს. შავი არ ვარ, მაგრამ ვინ შემომხედავს, სულ ყველა ბიგის მადარებს. სახელი სანდრო, 18 წლის, სტუდენტი, 70-იანი გრანტით, საყვარელი ადგილი ბუფეტი. დაბადების თუ აგვისტო, ლიდერი, იდეოლოგი, ეს თუ ბეთლემსია, მე უნდა გავხდე დიეტოლოგი. ქუთაისიდან ვარ. იქიდან მოდის ზეიმი ნიჭის, 170 ბენჩაუ და ენად საკაიფოდ მიჭრის. ბევრ სპორტში ვცადე თავი, ფეხბურთი მიყვარს, ვერცეთში დავტოვე კვალი, მაგრამ მენისკს არ ვაბრალებ ან იმას რომ მსხვილი მაქვს ძვალი, მაგრამ ვისია ბრალი, ამჟამად ცხოვრობ დიღომში და უბერავ როგორც ქარი. შენ შემოქმედებას არ ვიცნობ, ვაფშე არ ვიცი რა წერე, მაგრამ ბეთლი რო არ ჩავარდნილიყო, მე ჩემ თავზეც დავწერე. ნებისმიერთან შემიძლია გავბეთლო, არ შემაწუხებს სინდისი. ეხლა უნდა დავდგე და ჯიუნას ვასწავლო როგორ კეთდება თვითდისი. დივანზე კარგად ვერ ვზივარ, კარში გვერდულად შევდი ვარ, მაგრამ დივანზე კარგად ვერ ვზივარ, კარში გვერდულად შევდივარ, მაგრამ რაშიც არ უნდა დამიდგე იასნა, შენზე თესლი ვარ. ჩემი წონა ჩემ ამბიციაზე დიდია, მაგრამ მაგარი ყლეზე მკიდია. უამაყობ იმით რომ არასდროს არ მქონია მონკლერის კურტკა, არ მქონდა და არც მექნებოდა, მაგრამ იმიტომ კი არა რომ არ მომწონს, არამედ არ მეტეოდა. ვარემ გეტყვი რომ დასამალი არ მაქვს, ავტობუსში სკამზე რო ვჯდები, მეორე სკამი აღარ ჩანს. აკაპელა სკოლაში რო ისწავლებოდე სულათებს ავიღებდი, რო იცოდეთ საბაშაზე მეც არც მე ვიმოძრავებ, იმიტომ რომ დავიღლები, ვისაც გინდა შემადარე ბიჭო, ბიგეს ძალიან წვავს, ბიგეს ძალიან ფიცხია, ჩემი წონა და IQ ერთი და იგივე რიცხვია და კიდია ჩემზე ფაქტები, არ მყავს ნაშები, არ მყავს ბავშვები, ძმაკაცების გარდატვის არავინ მითხნავს, კარგად ვრეპავ, უკეთესად ვთამაშობ PUBG-ს და უფრო კარგად FIFA-ს, ეს იყო მცირე შესავალი, აგიხსენი თუ ვინ ვარ, შენთან ბეთლი შეხურებაა, მე ზედმეტად წინ ვარ, ბიგეს არა აქაური, ბიგეს არა მიწიერი და ბოზიშვილი ვიყო, შენ თუ იყო ჩემზე ნიჭიერი, არა არასდროს არც ერთი ფარგალი მე არ მქონია ნორმაში, დოკებს და პელეს ვეჯიბრები ბიჭუ ემსების მოკლაში, რამდენიც ხარ სიმაღლეში, უფრო მეტი ვარ წონაში, 180 კილო, მაგრამ შენზე უკეთეს ფორმაში. ყველაზე უნიჭო ხარ, დასამტკიცებელი არ არის ეს, ერთი თვე ვიდიეტებ, მე კი არა ვაფშე ვინმეს თუ მოუგებ ბეთლს, ჩემი გამოწვევა საფრთხეა, ვილი ძალიან ბევრს ბედავს, აკაკი მასავითაა, საფრთხე დიდია, მაგრამ ვერ ხედავს. რამე შარებოდა რეპში რომ მოვდიოდი 1000 სირი ავიკიდე ისეთი თესლი ვარ ერთი შესარჩევით ნახევარი სარეპერო გადავიკიდე მაგ ვიდეოს დიდი აჟიოტაჟი მოყვა და ნახვის მერე ემსების ნახევარი ნერვიულობით მოკვდა ვილიმაც მაგიტო გამომიწვია ძალიან მოუჭირა ეთყობა ახლავე დანებდი სამჯერ დათაფე და შემეხვერწე შენდობა თორე ხო იცი რომ ისეთივე განწერული ხარ როგორც ადამიანი რომელსაც ჭირს ებოლა ბიგესად ატაკებას ჯობდა 6-ვესთან ერთად გეომა ვილიმ თავისი ნიჭიერებით Raymond Roots-ი აიკლო შენ რომ მომიგო იგივეა მეწონაში დავიკლო ამიტომ შენგანაც ჭირდება ნაპერწკალი რომ არ გამოჩდე პასიუ
იური არ ვარ ამატერასუ მაგრამ დაგწვა ისე როგორც დაწვეს ბიჭი რომელსაც ეცვა ზოლიანი მაისური ვილი სასმელს არ სვამს სიგარეტს არ ეწევა სახლში ადრე მიდის ძალიან პატიოსანი და გამგებია მე ჩავუღმავდი რატო თქო და თურმე მე-11 კლასელია დარწმუნებული ვარ ამ ფანჩების ნახევარი საკლასო ოთახში მოიფიქრა და რაც დაევასა იასნია მერხზე მოინიშნა ამაზე ხმა გავარდა რომ ხალხში სიტყვა ეთმის და გაუთია არა და ბეთლზე რომ მოსულიყო გაკვეთილების ჩასწრახვა მოუწია აკაკი უკვე პონტია დანაა მოტეხილი პროექტში ბევრია რვათარეშე დღესაც ჩაგიტარე არ იყო გაკვეთილი ბიჭო ეს იყო კლასგარეშე მე კი ყველა მითხრა შებერე გამოგივა ვისაც ეს საქმე ესმის და თუ იცის რომ სიტყვა ვილი ინგლისური სლენგია და ნიშნავს პენისო მომისმინე სანამ რამეს დაირქმევ ჯერ გაარკვიე რა იქნა მაგრამ პრინციპში შეიძლება იცოდა რასაც ნიშნავდა და სწორედ მაგიტო დაირქვა და საქმეში ბიგეს კი მე სულ მაგ დიდი ტრაკი ტექნიკა ისეთი როგორც ტონი სტარკი დღეის მერე შენ ყველა პონტიდან მოწყდები თითებს ვატკაცუნებ ამათ უამარცხებ და მე მერე მოვკვდები ჩემ ლაინებზე თვითონაც რო ეცინება რა კაცია აქიდან გავაგდე პენისი ანუ ტექნიკურად პროექტ ჩაბუტარე კასტრაცია ვილი ისეთი ცუდი ხარო ვერავინ ვერ შეგედრება მე კი დამიძახე აბსტრაქტული საგანი რადგან ვერავინ ვერ შემეხება აკაკიმ ბევრი იფიქრა ჩემზე რა თქვას და რა არ თქვას მაგრამ ხო იცი რომ ბოლოს ყველა პენისმა უნდა გაასხას ჩემზე მასალას მარტო გამოცდილი თამა და თუ დალევს სპონსორებო შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ ძმები არ ვიტყვით უარებს იმდენი სკილ მაქვს ერთადერთი ვარ რვიდან რომელიც ჩააბარებდა უნარებს დიჩის ამდენიც არ უნდა ეძება ვერ ნახავდა ამაზე უარეს ხოლო ჩემზე უკეთესი კამანდას ვერავინ ვერ ენახა ამას მაინც მოუგებდი ბიჭოს რომ მემღერა სერენა და ატვე ჩაივარ ღმერთი შეუცდომელია მაგრამ ვილის ოქმი და რაღაცა შეეშალა და ადამიანებზე წარმოდგენა შეეცვალა შესარჩევშიც თქვი და ახლაც ვიმეორებ რომ სირებზე დაწერა არასოს მეზარება ხალხო რო იცოდეთ მე აკაკის არაფერს ვერჩი უბრალოდ ვილი არ მევასება ადამიანის სიძლიერეში მხოლოდ თავის თავს ეჭიდება ბეთლზე არ მისწორდება უაზრო აჭრები და შეგინება ამიტომ ჩემ თავს ისევ მე შებუტიე უკეთესად არავინ ვაბაზრე მაგრამ შენ ისეთი ნიჭიერი ხარ გელოდები წონაზე ფრისტაილით რამე ახალი გააძრე რა უნდა თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბარები ამ ბარში არა მე გამოვხდა პირველი რაუნდი ვილი ეხა ნაღდი ჰიპ-ჰოპ I don't know how to start this shit ახალი ტალანტი გამოჩნდა ახალი ტალანტი რომელიც მართლა ტალანტი აღმოჩნდა და არა ყოველი მეორეს ნაირი არანაირი მნიშვნელობა სიტყვაში თითქოს არის 2003 წელი და LeBron James ხვდება ლიგაში მომავალი ვარს ყვავის სპორტის გადამჩენელი ხალხის თვალში და მართლაც ხდება ესე და LeBron-ი დგას გვირგვინს თავზე და როცა სპორტში ველჭირდება არავის ფიქრობენ სხვაზე ზუსტად ესეა დღეს რაიმენ რუჩი ყველაზე ახალგაზრდა MC-ს თავია ქუდში ელოდება ქუდის ნათქვამს თუ ის მოუწევს დადგომა მის წინაშე ქუდი გაბაგავს სიტყვის ამის მსგავსი არავინ მინახავს ისტორიაში ვინმე ვისაც ექნება მისი სკილების ეკვივალენტი ვინმე ვინც ტუზის ფონზე არ გამოჩნდება ვალეტი და მოხვედი შენ შანსი გეძლევა რომ თავი დაიმკვიდრო მაგამდე მოგცემ შანსს რომ ადგე უბრალოდ წახვიდე დაიკიდო რადგან უკეთესახევი გზა აღარ იქნება ესაა საბოლოო მინიშნება მე სადაც ფეხს ვდგამ ვიღაც სიკვდილის თარიღი ინიშნება მაგრამ თუ კიდევ აქ ხარ რა გაეწყობა მიდის სცადე და დადე ბარი უფრო თესლი და რითმა უფრო გარითმული შენს ხედარს წყალი გამორიყავს როგორც იან გული აქ მარტო მე ვარ ნომერი უნო შე პრეტენზია გაქვს რომ იყო ნუმერო დოს დღეს მაგტატუ სამუდამოდ წაგიშლი უკან ვერ დააბრუნებ დროს ფული ისე მევასება მე ვარათებ ჯოჯო ხეთს და ინფერნოს იქ შენ გულს წავაწყლი რადგან წაგიშალ დოს იქ სადაც გეწერა ჰელა დოს მიმართავ პროექტის 7-ვე წევრს ნუ გეგონებათ გულზე მომხდება თქვენი დაცინო ბინძური იღადავთ ჩემ ასაკზე ან სიმაღლეზე ან იმაზე რომ გუშინ სკოლაში ვიყავი მისული ამოწურეთ ფანჩები ჩემს ბილდზე ან წონაზე და დაუფრეითებ ვაფშე ყველაფერს ვილი ვონკაზე საერთოდ სხვანაირი სტილით მინდოდა გამოსვლა მაგრამ დღეს საერთოდ სხვანაირი თემა პასუხი პროექტამ თუ პროექტზე განადგურება გასული თვეების დილემა ვიდეოები მოვიდა ჩემამდე რაღაცა ხმები მესმის თავი მგონია მეგი იმიტომ რომ პიტერ გრიფინი მერჩის ამ ყველაფერს დაუბრუნდებით ჯერ პატარა პაუზა გვაქვს ამ დროს არ დავკარგავ და უკეთ გაგაცნობთ თავს. სახელი არის ვილი.
ხშირად მოხსენიებული როგორც ღმერთის შვილი. ტექსტები უფრო წმინდა ვიდრე იერუსალიმი. 10 წელს ვიყავი ბეთლ კულტურას რო ვეზიარე, დავწერე ვერსი პირველად. ჩემი იმდროინდელი ვერსიაც კი უპრობლემოდ გაგზავნიდა იმ ქვეყნად, ასე რომ აქანაირი დანდობა არ იქნება. წამისას თუ შემეცადე გული არ დამითმება. ამიტომ აქ მხოლოდ ღირსეული თუ კი დამიდგება. ყველა თქვენთაგანი მაგომ რთველს შემოდგომაზე, სანამ კარგად დაგპრესავთ, არც ერთ თქვენგანი არ დაღვინდება. Яу. გაჭერ ბოლომდე, თან ცოტა ფეხს ვადგამ ხაზზე. ზუსტად მაგიტო ვარ Slim Reaper და მიგიყვან სიკვდილის ზღვარზე. მოვედი რომ შენი სული შევმატო კოლექციას. ეშმაკსაც კი ეშინია ჩემი, მივბედავს ხოლმე 2 სიანს, ჩემი ღვალსაც მე ვქმნი. Йоу. ჩემი ღვალსაც მე ვქმნი, დაჟე არ ვენდობი კამათელს. სურს Space Jam-ის უსხო პლანეტარები მომიყვანოთ, ძალას ვერავინ წამართმევს. შენ კი ბაზრობ მათემატიკის ეროვნულებზე. ნიხუია სიბე როგორი განათლებული როგორი განათლებული თაობა მოდის. არაფლექსაოთ ქულებით და რამდენჯერ მოუწია გადაყოფა ზონდის. ეხლა ნახე. თქვენ უნდა გენახათ ჩემი რეაქცია ამენ რო დაერქვა BGS. მეთქი ვინაა ტიპი ხო რამერია. არ ვიცი რამე ირონიულია თუ არა, მაგრამ ჯიგარო შენში ესი არაფერია. მაგრამ მაინც ვეცადე მაქსიმალურად ლამაზი სიტყვებით აღმღწერა შენი პორტრეტი. Просто ეხა ბეთლზე მოვედით. Now all you can do is pray. სასტიკად მიწევს შენი გათელვა და იმ პორტრეტს ფასი ეკარგება. Dorian Gray, ფინალზე დოკმა მახსენა. იმენა გაგოგიჟო ისე ბეთლაუს ტიპი. მაგ დღეს ვიდეოც კი არ გადაგვიღია და მან გადაწარო სეზონზე მქონდა 3 კლიპი. ძმაკაცებმა ჩვენ პონჩ შევბერეთ და დავიმსახურეთ რესპექტი იქ მდგომი ხალხის. მე კი დღეს რეალობიდან სამუდამოდ წაკშლი არ დატოვებ არანაირ სამხილს. არ იქნება არავინ, ვის მოწონებასაც შენ დაიმსახურებ. ნიკა გვარამია გეტყოდა. შენ აქ 3 არა, გააჯი და კარი დახურე. Йоу. რა დაეწერა ჩემზე დაიტანჯა ღამისთევით და დატანჯა კალმის წვერი. მართალია შენზე პატარა ვარ, მაგრამ ჩემ ფოზე შენიშნები ტირიონ ლანისტერი. ყველა შენი კოშმარი ახლა რეალობის ტოლია. ყველა ჩემი მოკლული MC შენი ახალი ტომია. არ მიჭირავს ხმალი და ვერ შენ დაგიცავს ეგა ბჯარი. რაუნდებს გავწალო ბოლომდე და შენც იქნება ეს გრძელი ზამთარი. Йоу. ისე უნდა გაგანადგურო, რომ შენი თავი შეოცოდო ამ ხალხს. მაგრამ მაგაში ისევ შენ თავს უნდა დებდე ბრალს. ექტანი რამეში გამოიყენე, მიბაძე Fat Joe's ან Big Pants, ამ Big Pants აუხსნი მკვდარი პოეტების საზოგადოებას, რადგან ჩემი სიტყვები მოგაკვლევინებს თავს, რაუ! Yo. შეგახსენებთ რომ ჩვენ ვიყოფებით სახელოსნო ბარში. Yo. Cheers გადახართ. Okay, ერთი ხმა ორი. Yo. მეორე რაუნდი BGS. მე რომ მებეთლაოთ დაგჭირდება თქვენ ტანკები. ეხლა უნდა ავდგე და შენზე ვიფურთხო ფაქტები. კაროჩე, ჩამაგდეს ჩატში. მივესალმე ძვერს და უსურვე წარმატება. ამ დროს ხალხი გვაკლდა, დიჩი სურდა კიდე 1-2 კაცის დამატება. ჩვენ მათმა დამსტალკა და ძველი წყენაც გაიხსენა. დაიწყო მესიჯების გზავნა და მისმა ეგომაც დაისვენა. პირველად მიწევდა ხალხში გაბეთლა, ამიტომ ბიჭებს პროექტთან დაკავშირებით რაღაცეები ვკითხე და ეს კი კითხულობ, შეიძლება თუ არა გამოიწვიოს ვინმე. დიჩი მიასნია დაიკიდა. გვებაზრება მაყუთი მეტი იქნება თუ ყველა ბილეთი გაიყიდა. მე კი ამ დროს ვფიქრობ სეზონი ჩემია და ტიტულიც გამაქვს. ეს კი ამ დროს ვინმე გამომაწვევინეთ სპამავს. ეს ვიღაც თურმე მე ვიყავი და მაგ დროს მივხვდი რამდენად თავქარიანი ყლე იყავი. მეთქი როგორ გაუტყდა, ეს საცოდვა ავიკიდე, მაგრამ მე მივხვდი რომ ასეთი წყალწაღებული ბევრია, ამიტომ ფეხებზე დავიკიდე, მაგრამ მე ტიპი კითხულობს რამდენია საპრიზო ფონდი და სწორედ მაშინ გამიშთა ვილიზა წერის მილიონი ხოდი. თავი უკვე ჩემპიონი გონია, ფიქრობს რომ მაგრად რეპავს, მაგრამ ჯერ ჩატში არ ხარ შემოსული და ფულზე ბაზარი ძალიან მაგრად ტეხავს. მე თესლაობას დაიწყო. პირველად მე მომიგებს ფინალს გურამას და მე აიშვებს. ჩემ დათავად იმას შევეცი, ვინ ჩემ ფინალამდე გაგიშვებს. ვილის ჩემი გამოწვევით ყველაზე მძიმელოდი დაეცა. ტიპს ინტერესი კი არ ქონდა, პიონერი რო ვახსენე, მაგაზე აეწვა. შენ რო აქ არ ვიცი მოგწონს, მაგრამ შენს ბებს არ უსწორდებათ. მე კი მარტო იმიტომ ვაპირებ მოგებასო, ჩემ ძმაკაცებს გაუსწორდებათ. რეპერებს ვაბრუებ ბათლზეო, მარტო მაშინ გამაბრუებ თუ გაჩიტე მოსაწევი და მაგ შემთხვევაში ჩემზე იყო შემდეგი ივენთის მოსაწევი, ვისაც რამე სურდა, ყველა დადუმდა. ძმობას გაფიცებ ამას შენი თიფიქრებ თუ ჯემინა იგიწერს. ხო იცი ფრისტაილითაც რო გებეთლაო, მაინც დავატრიალებ პიზდეც. მწარეფანჩები მაგრად კიდია, მირჩევნია ვირამსაო და რომ წავაგო ქუჩაში თავაწეულმა ვიტასაო. 1 იანვარს ეიფელის კოშკთან გადაღებული ფოტო. ხო იცი რომ მაგაზე არ დაიკერება არც ერთი თავმოყვარე გოგო. და შეჩემა
სუსტი ვერ გამოვდივარ ფიზიკურად, მე ვარ ბიგეს, აკაურობა იორკ და მოქმედებ ვიკინგურად, გადახვევები არ მიყვარს, მუთმნებსაც არ ვახვევდი, დამიძახე კოქი, შენაირსირებს სახეს ვახევდი და როგორც შენობაში ყველაზე ჭკვიანი, გეუბნები რომ აქედან წასვლა არაა გვიანი. 5 ბეთლი ქონია მონაგები და მე-6 იქნება შენი ყველაზე დიდი ფეილი. ემსები შემიძლია მივიღო ყოველდღიურად დამიძახე მე დეილი. ყველაფერი გიზიდავ, სადაც მაყუთია, მაგრამ ამ პროექტში თანხას ვერ ეხები. იმენა მაგნიტი ხარ, ტიპებს კიდი ხარ და მაინც ეწებები. 16 წლის ხარ შეჩემა, ამიტომ ბეთლი კი არა, ჩართე ემილი. მე ძალიანაც რომ მივქარო გვერდში მყავს საძმო და ფემილი. ამ ემსებს გავტესტავო, არ გვაქვს გალია დარინგი. შემომხედე და მიხვდები ბიჭო, რომ ჩემთან ვერ გიშველი და სპარინგი. ბიგეს იასნია რომ ყველა პლატფორმას მოერგება და მოირგებს. არ დამჭირდება გვირილა რომ დავაანონსო, ვილი ვერ მოიგებს თუ მოიგებს. კაროჩე შენ ძმობას ვიცავარ მართლა ძალიან მახინჯი ხარ. ნაშები შენზე მარტო მაშინ ფიქრობე, როცა ჩემგან ორ ნაბიჯი ხარ. აი ამის თქვა მაგრად მიყდებოდა, მაგრამ რო არ მეთქო, ოდესმე სარკე შეხედავდა და თავადაც მიხდებოდა. მე კი ვიზუალი მაგრად კიდია, არ გამაჩნია პროტესტი, ჩემი ეგო ჩემსავი დიდია და ეხლა უნდა განახო რომ ჩემში ნულია კომპლექსი. კაროჩე ჩემპიონთა ლიგის ფინალს მე რესტორანში ვუყურეთ, მაგრამ მე არ ვეტევოდი სკამში. მეთქი ხო არ დაბიკლო ერთი 75 კილო თქო მიტრიალებდა თავში. ერთი 75 კილო თქო მიტრიალებდა თავში, კუჭი მაგინებს, უნდა დავსუსტე, ბიგესამ დაიგინა, მაგრამ მე 25 ხინკალი, 4 შამფური მწვადი და 3 პორცია კაბაბი წიხქვეშ გაიფინა. არ მითხრა რო ვარ საყვარელი, ეგეთები ჩემთან არ გინდა, მაგრამ შენ კი ხარ უფრო საყვარელი ვიდრე ჩიცდოს ნათია. სეზონი ბიგეს მოაგდა, თან მაყუთის ბარდება, შენი კარიერა ჩემი ურთიერთობებივითაა, დაწყებული არ არის რომ თავდება. აკაკის ძალიან გულით ყიოდა რომ პროექტამდე ხალხი ვერ ამჩნევდა და ეხლა მოგიყვებით როგორ მოხდა ჩვენი ძმა ერთმა შესარჩევმა. ტიპმა სარკეში ჩაიხედა და რასაც შეხედა იგი დაირქვა. ამ შესარჩევის მერე აკაკიმ სახელი გაითქვა, მოეყარა ნაშობა, მაყუთი, ჰაიპი, ამ ცხოვრებაზე გასამკლავებლად აღარ დაჭირდა კაიფი, მოწევასაც თავი დაანება, ვაკეში გადავიდა, დიღმიდა ნაახვია, მაგრამ მერე ოთახში შუქმა შემოაჭყიდა და ამან თვალები გაახილა, როგორც დიჩიმ თქვა. როგორც დიჩიმ თქვა, შენ ხელა შაურმებს ჭამ ბიჭო და დესერტად ვირჩევ ტორტებს, ბიგეს ძალიან მაგარია, ქვას-ქვაზე არ ტოვებს, ტიპს ისეთი პოსტები უდევსო კინაღამ დამეწყოს დეპრესია, მაგრამ პატარა აკაკისთან შედარებით ხო დღევანდელი აკაკი რეგრესია, აბა ჩემ პოსტებზე რა ვთქვა, ყველა თესლობას ვაზიარებ, ვინმეს თუ გავაცინებ თორე არავის ვაზიანებ, ჩემი ვერსები თერაპია, გაწოდინებთ რომ შოკურია, შენ ხარ გეიჯი და მე დამიძახი თოფურია. ოღონდ ამას არ შევხედროდი და ვინც გინდა ის ყოფილიყო, ვილი ბოლო ვარიანტია, პირდაპირ მე გამომიწვი არა და ბიგესი ამბობენ რომ მანიაკია, გამითენდა ვაფშე მე რა დღე, ჩემ უნარებს ამბიციების მტკიცება ვანდე, შენ არ გეჩქუბები თითქოს მე ბეთლი დავთმე, სულ ჩემ თავთან მაგ ბრძოლა ტაილერ დარდენ, ამიტომ ჩემზე წერას ჯობია შენ თავზე იფიქრო და სწორედ შენ ხარ ის ვის განვითარებაზეც უნდა დახარჯო დიდი დრო, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე იქნებ შეცდომებიც აღარ დაუშვათ, დიჩი და ჟიური, თროა ეს ბიჭი პროექტიდან გაუშვათ და ბოლოს ტოტო არა, მე ვარ ყველაზე მუქთა, პელეზე 50 კილოთი მეტი და ბევრად უფრო სუფთა, უფრო მძიმე წონა ვიდრე ედენ აზარი, რუსეთთან ერთი საერთო მაგ ბიჭო არ ვიცი საზღვარი, სისხლშია ჩემი ძალა და სისხლში მაქვს თესლი გენები, შენთან ბოდიშ ბიჭო დაჟი არ მოიხდი და ენემი, ყველაფერი რაც გითხარი ხო, გადაყლაპე, ხვეტე, შენ უფრო ცუდად რეპა ვიდრე პირველ სეზონში ხვედე, სეტაპი როგორც დოკი, არ გამაჩნია სტოპი, ტიპებს გატრნოლებული გონი ვარ, მაგრამ ჯერჯერობით ვარ სტოკი, როგორც თქვი მკვლელის გენი კი, ტიპი ისეთი ცუდია ფრისტაილით მოუგებდა ვექილი, მე კი ტექსტი იმაზე თუდად რო ვიცოდე ვიდრე ბოლოს იცოდა ბანიმ, შენ კი იმაზე თესლი ფანჩები გააძო წონაზე ვიდრე მამასთან კამიმ, მაინც ვერ დამაჯერებ წამით, რომ ჩემი დამარცხება შენ გიწერია და მიძახე მამაო, მესამე რაუნდში ჯვარი გწერია, რაუნდი. უცებ ცხელნოტაზე მეორე რაუნდი ვილი. ბეთლრეპმა მიხმა, როგორც შუა ღამისას ბეტმენი გოთემმა. გამოდი გუშველე ტვინწაღეს პანკმა და ლოთებმა. არ ვიცით რა უნდა მათ და რა არის მათი მისია. ტიპიკური შემწვარი კარტოფილი და всё ხალხის ხმა მისია. იმენა ნორმალური ფანჩლაინი გვახვეწინეს. ხვედე ებეთლოვდა ატოს, ატო ჩვენ გვიკითხავდა ფიზიკა, ქიმიის გაკვეთილებს. მოკლედ რა აღარ ვნახე. პანკი, ლოთი, მასწავლებელი, ჩემპიონობა იყო ექიმის, ვერ გავგე პროექტია თუ ჰაილაიტი ჯონი სისის ერთი დღის. ვიფიქრე ამ ემსებს რა უხრით თავებში.
ტვინი მომენტ რაუდექი გავეშვი რაც უნდა ის უქნია სულყაი ამბებში უბერებენ განგსტარებს გეგონება იყვნენ ბანდებში თუ გინდა ვიბაზროთ რეპი თუ გინდა ვიბაზროთ განგსტა მანდემში რადგან ვარ ტომი იგანი და თეთრი ჯობი ვარ შავებ საქმეში იო ბიჭები სეზონის ჩაჩი უღადავთ ეს კი მიჯმული ჩუმა ძის და ვინც მე ოდნავ გამეკაიფა ყველას მესიჯზე ცინის ამატერასუ მიროს სახესახევს მე და ვექილი ვავწევთ პოზიტივს იცოდე ტექსტი არ დაგავიწესო კამან და ვეჩხუბით სტიჩის მირო დარდობსო ზაზე ქვეყანას ყიდის მე ბიპოლოს მეძახიან გულავას კიდე ფიდიდის ამან კაროჩე ითმინა და ბოლოს მწერს ვილი თუ ისი რას ნიშნავსო თან პასუხად წერს ყლეს ჯიგარო ხარ 2-1 MC თამბეთლავი big S და თამბეთლავი ყლეს იქვე რამდენიმე ლაინი გავცვალეთ მანდ მივხვდი ამას რომ ვიგებ 3-0-ზე მაგრამ იწდება აკაპელა ბეთლზე და ციონ რომ იწევ შენკლე ფლოუზე პატარა მაგალითს მოგიყვანთ ინსპირაციას ავიღებ და თომიზი გროტასკის ბეთლიდან ადგილს გავუცვლი და რებს დაგანახებ ამის გადმოსახედიდან იო ეს არის ბეთლი უნდა წავიკითხო რეპი არ ვიტყუები თავზე არ მახურავს კეპი მე პელე იმენა მაგრამ მევასება შენ კი ის ვინც პელეს არ ევასება ამ ხალხის ჰეიტს რამდენი ხანი ვითმენდი მარა ვარ საშიში როგორც Fortnite-ში tilted-ი მაგრამ მეზარება თქვენაირებზე წერა პელეს ბეთლები ზეპირა თუ არ იცით ვერ მომიგებთ ვერა აროჩე მართლა საღოლძმაო ორი შესარჩევი ეგეთი ფანჩებით როგორ იბაზრე პელეს ერთი ეგაა კაი და გეხოწები მაგაში მაინც მიბაძე ასაკის გამო ბევრ შეეპარა ეჭვს გეიმში ბევრად მომყოფა ჰეიტში ამან რა უქნაო საღადაო იპოვჩებს ნეიმში დამიწერე ყველაზე ლეიმში და ეგრე გინდა მოხდე Hall of Fame-ში მე კი უნდა მოგივლინო Doomsday დღე შენი განკითხვის განხილვა ყველა საკითხი სანამ ვილი შენსაფლავს ბარი თხრის bow down pray to God hoping that is listening შენთვის ჩაო ვიპოვე Hail Mary-ში ვარ 13-14 ლებრონი რადგან ვიყოფები flow state-ში Yo. შევეცი ყველა რეპერს, ვინც ცდილობს, რომ ჩარჩოში მოერგოს. შლის Facebook-ის პოსტს, რომ ვიღაცამ არ დაცინოს. იცვლის ყოველდღიურ ცხოვრებას, არ გააქვს სხვა ლაიფის, ვერაა თავის თავი, რადგან ეშინია punchline-ს. მე არ უმალავ. ვიძახი რომ არ არის სულწლოვანი. მიდი გაიცით, მაგრამ წაგებების რიცხვი მაინც მაქვს ნულოვანი. ალბათ იტყვი რომ ბეთლზე ვარ პირველად და რა გასაკვირი რომ წაგება მაქნოლზე, მაგრამ მე იმდენი ბეთლით ჩამეტარებია, რა რიცხვად შეხედავ სასწორზე. შანსი არ არის. Яу. ყველას ტყვია-ტყვიაში დავაჭედე, დავაყენე გუბეს სისხლის. Punchline-ის აღება და იარაღად ქცევა არის დამსახურება ჩემი ლეთალური ნიჭის. სვანური ყიჟინა ჩამესმის გულში, გეშინოდეს ჩრდილოეთის რისხვის. შენ რომ გელად თავი მოგდაქვს, ქურქი უნდა ჩაუცვა იმის. გაკეთება რას მარტივია, არ იქნება დახარჯო სიტყვის, ფასი გაუფასურდა. ყველა რეპერობს, ვისაც რეპერობა სურდა. ტყულზე ტყუილი, შენ მოსმენე შაკეთ მეკუთნის ხურდა. ეს თოვლის გუნდა, როგორ ფატალურ ტექსტს წერს ალბათ პელემა კურთხა, მაგრამ უნდა გასრიალომა გასიებულ ტრაკზე, რადგან დღეს მიშა მესხის ტაქტიკით მოვედი ბათლზე. Yo. არ დაიზაბო ამ ხალხის ხმაურზე. არ დაიგრუზო რომ უსწორდებათ მარტო ჩემი ბაზარი. კანკალებს ეს მძიმე წონა, სახელოსნოს გაუდის ზანზარი. ჩემი ბასრი ფანჩები ფიზიკურად ვერ აქცდება. საათსა წაიქცევა დარებდება მიწაზე და ენარცხება. ესა ისტორია, სადაც გოლიათი მარცხდება. დაგივილო თვალებში, შენთვის სამუდამოდ ღამდება. გაუცრუე ამ ხალხს იმედი, შენი ქრუარი გულ და წყვეტილი, დასრულა შენი ამბავი, დავსვი საბოლოო წერტილი. მოკალი პირველ რაუნდში, მეორეშიც იგივე ხდება. გაგასოცხლებ მესამეში და განახებ ზაზუნის დღეს. ტიპი ერთ დღეში რამოდენიმეჯერ როგორ კვდება რაუნდ. Yo! Okay, ერთი ხმაური. Yo! შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. ასევე Omega Emberi და ხალხი. Yo! მესამე რაუნდი Big S. ფიქრობდი როგორ დამეწყო მესამე რაუნდი. დამჭირდებოდა თუ არა ბევრი ოვაცია და ხმაური. ბიგეს სულ დაჯღერს. თქვენი საუბრები გამიწყდა განამე. უბრალოდ ყველა უტრაკოს დიდი ტრაკი რომ ქონდა ვანახე. თითქოს აკაპელაში საჭირო არაა სმენა. იგებს ვისაც აქვს გამჭრიახი გონება და მომსპარი ენა. ვილი არ ვიცი რა გირჩიო. რა უნდა გააძრო ისეთი რო აკაპელა ბეთზე დაამარცხო კარენოი, ქუთაისელი, სიმსუქნეს რაც შეეხება. კი მე ბავშვობაშიც მსუქანი ვიყავი, მაგრამ სახლში ბურთი არაზოს წამიღია. ჩემი ტექნიკის გადამკიდე თამაშების 5%-იც არ წამიგია. როცა ბურთი ჩავირბენდი თვალებითაც ვერ ეწეო სანდრო წინდა დაკიდა შეტევაში ითამაშეო მე ხვერწებოდნენ ამას როგორ ვახერხებდი ვერაფრით ვერ ხვდებოდნენ კი მე ბავშვობაშიც სუქანი ვიყავი მაგრამ კარებში შენაირები დგებოდნენ
დაცნობისთვის. შემდეგ ბედზე კიდე უფრო მსუქანი მოვალ. ისეთი სიუჟეტი დავდე მიწოდე კრისტოფერ ნოლან, ვინც არ დამევასა ბიჭოს უყველავ ბოლე და ამათ ჩემ ხედვარე თავში მე სიმშვიდე უპოვე. არ მჭირდება სიძველე, მინდა რაიმე სიახლე, არ გავიჩიტე მთავრობა, მაგრამ უკადრებელი ვიკადრე. ჩემთვის ვიფიქრე, ბანალური რითმებისგან თავის შორს უნდა დავიჭირო. ხო და დავიჭირე. და როგორც ოლაფი მოულოდნელად დადნი, ეს იყო ტაქტიკური უკანდახევა, თორე ხო იცი არ გამაჩნია ზადნი. ვიცოდი რომ დროის გასვლის შემდეგ ჩემ პროფაილს კამანდები ნახავდნენ, მაგრამ ამას ისე დავევასე მარტო თვითონ კი არა მისი ძმაკაცებიც ვტალკავენ. ჩემი ლაინებიც დაევასა, ჩატში ყველასთან გაატრაკა და ისე შევუყვარდი ინსტაზე თვითონ დამამატა. კენჭისყრის ვიდეოს თუ უყურეთ, ხელი გავუწოდე, ჩამომართვა და ხუ აღარ გამიშვა. ვილი გახარებული დარბოდა, ბიგესმა ხელი ჩამომართვაო და თავზე გაიჯვა. ამით ბევრი იფლექსავა, პრობლემებზე არ უდარდია. ჩემზე შეხება ისე გაუსწორდა, მგონი ის ხელი აღარც დაუბანი. შენი კარიერა არის ფასტ ფუდ რესტორანი. ყველი არა ლაინები შემყავ შპრიცით. არ ვიცი when დაიწყო, მაგრამ თავდება დისით. ემზომა არასდროს ვიყავი, ყოველთვის ვიყავი მეტი, მაგრამ ხალხის ფავორიტი ვარ, დამიძახე მე ემი. თესლი სენდვიჩების მირთმევა, მატარებლებს შორის სირბილი და უკნიდან კაცის გინება, ბავშვობის ისტორიები და ამბები, მწვანე მაგრად მევასება, მაგრამ არ გავიჭიდე საბუეი. ჩემ წონაზე ღადაობა, მოგონილი ამბები, მითი, ვილი ვიცოდით რომ პენისი იყო, მაგრამ ამის მერე გაიჭდა ექსტრა მითი და როგორც ხორცს კეპავენ დანით, ისე შემიძლია ფანჩებით ქსერო. და ამიტომ ჯობია ტაკო დააყენო ბელო მართლები მართლები ხართ ეს იყო ფასტ ფუდ რესტორნების ეტაპი თუ ვერ მიხვდით შემომხედეთ და გააღვიძეთ ვისაც ძინავს ყლეზე მკიდია ფასტ ფუდები ქუთაისში საკაბაბი აქვს ბიკენტიას აკაკი ხო იცი რომ წინასა ლაპარაკი არ ვარგა რამდენჯერაც წინასა რამე ვთქვი ყველაფერი წყალში ჩავარდა ამიტომ გეუბნები რომ ძალიან ბევრს რამსაობ ამდენი ყბედობა კმარა ვიცი რომ ჩემზე თესლი ბეთლემსები არსებობენ ოღონდ ამ სეზონზე არა იმენა დებილი ხარ ისეც უდათრება ვილი კი არა მგონია ვექილი ხარ თარა შეცვლილი ხარ ბოლო ერთ თვეში რამხელა პროგრესი განიცადე შენთან რომ მოვრჩები ორი ბეთლი კიდე მაქვს მოსაგები ამიტომ ჩემ უკან დაიცადე და აუ ერთი ხმაური დაგპირდები რომ შენ შემოსაშვებინვაი სულ გამიჩითავს დიჩი ყველაზე მეტად რომელი მდინარე მაგონებს შენ თავს მდინარე ყლიჩი სანაპიროს ვერ კაჩავ ამიტომ უბრალოდ ბიჩი ძალიან ბევრი იბაზე მაგრამ მაინც არ ქონდა საინტერესო სპიჩი ჩემ თავთან მეთლაობა რო არ გამომივიდეს რამე საინტერესო შენს გამიჩითე გელოდები ხომიდი ბარებში ისე უნდა დაგამწყდიო დაჟე ვერ გაგიყვანდა სკოფილდი ამ ბეთლის მერე დაგჭირდება სამედიცინო ცენტრი ესთერი რადგან ისეთი მკვლელი ვარ ბიჭო ყალეს ვერ მომჭამდა დექსტერი შენაირები ვერაფერს დამეშავებენ სულ რომ მოუშვენ დასახჭობად პითონი მაგრამ თუ რამე მოხდა შურის ძიება არ მიშლება და მიზახე დესრო უკან უბრალოდ სლეიდ ვილსონი ვინ ჩემზე ცუდად იბაზებს კიდია არ მაინტერესებს ეგენი პატარა ბავშვები ჩემ დანახვაზე უნდა კანკალებდეთ თეოდორ ბეგველი ვილი ჩემი ნუ შეგეშინდება მოდი ახლო ვილი ჩემი ნუ შეგეშინდება მოდი ახლოს სეზონის ბოლოს სისხლში მაქვს ხელები ამიტომ ხალხი შემადარებს ზოდიაქოს ჩვენი ძმა 16 წლისაა და უკვე სიგარეტს აღარ ეწევა ჯერა კბილს თუ ბალიში ჩვენი ძმა 16 წლისაა და უკვე სიგარეტს აღარ ეწევა. ჯერა კბილს თუ ბალიშის ქვეშდადებს, კბილის ფერია ეწევა. სნუსია кайფებს, რაც გაიზარდა, არც ერთი კონკურენტის ინსტაზე დამატება არ დაიზარა. ტიპს ფოლოუინგი ყავს ფოლოვერზე მეტი. მე კი იმდენი მკვლელობა ჩავიდინე, ვიქნებოდი კროკო აჭარა ან რომელიმე ბეთი. ერთი აკაკი ერთხელ ნახმარსულს მეორეჯერაც იყენებს. გული კინაღამ ამერია. მაგის ოცილარი თუ არ ქონდა, გეთქვა ჩემთვის შეჩემა და იქნება გამეჩითა. რო იცოდეთ, ჩემი საუბარი ზედმეტს არაფერს არ მოიცავს. ხოლო აკაკი ისეთი კრიჟანია დარწმუნებული ვარ, ერთჯერ ნახმარ განდონს მეორეჯერაც წამოიცვავს. მარა რაში გამოიყენებს განდოს? ადრე ჭკუას მაინც ხმარობდა, მაგრამ მერე ბეთლზე დაუდგა სანდროს და სანდრო ვილიას ერატო გაიმეტე. ცრემლი გადადის ბრაშში. აკაკი ვარკეთილია, ბევრი ყლე არის მასში. ვექილმა ასტერიქსი და ობელიქსიო არის რაღაცა ნიტო ვილი მაშა და დათვიო მაგრამ არ ამგონია მაშამე ვიყო ამიტომ მაშა მისმინე ცოდვები უნდა განანო ის ვარდისფერი ყლეფაფა სულ ჩემი ხელით გაჭამო უკვე მე
უკვე მე რამდენი მასტი რომელიც დაავადა სანდროფობიათი ზომაში დიდი სხვაობაა მაგრამ ფიზიკურად ვერ გავიჭიდეთ დავითი და გოლიათი ბიგესი ამბობენ ძლიერია მაგრამ ვინა ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე იყო წინა ისეთები ჩავატარე აქაურობა დღიური ბინა სახელოსნოში უფრო დიდი დრამა აიწია ვიდრე ნინა ვისაც შეხვედრილ ხარ ბიჭო ყველაზე დიდი შედევრი ვარ და ვექილ კარგად მოემზადე რო იცოდე შენ შემდეგი ხარ და ბოლოს ბევრი ვიფიქრე ეს ბიჭი პროექტში საიდან გაიჩითა შესარჩევი არ უვარგა მაგრამ კომენტარებს რო შევხედე მაგარ ჰაიფშია და მე მივხვდი ინტერვიუებს თვალი გადავავლე და პელე ვიღაც ნიჭიერ დიღმას კრიშავს ეს კი თავისი ბარებით ემსებს ტესტავს და თიშავს აკაკი ყოველთვის რისკავს დოკი აქეთ ეხვეწება სეზონზე გამოდიო და ეს სინავს ვილი მაღაზიაში რომ მიდის მარტო სეზონი მოაქვს დიჩი რო იცოდე ვილი მაღაზიაში რომ მიდის მარტო სეზონი მოაქვს დიჩი რო იცოდე ამ ბიჭს გაბეთვლის არც ვიდი და არც ჩნოაქ დოკი ამის ფსიქოლოგია მასთან ფანჩ თერაპიას იტარებს ვილის რაუნდები არ დაავიწყდება იმიტომ რომ ტექს მისი ქართულის მასწავლებელი იბარებს ფინალის დღესაც ამაზე ლაპარაკობდნენ აკაკი მარავინ არ დაინდო მაგრამ მაშინ ბიგეს არ იცნობდნენ არცოდვა ამიტომ გადავწყვიტე კამანდას ვაპატიო შენი გენგ ბიჭო ხელში მანდემი და ბრუდა საძმაკაცო მე რომ ყავს შეჩემა ისეთი უნდა ქუთაისელი კაცი ვარ მე ვასება სიმართლე სახეში ვაფეთო ამიტომ ჯობია გააჯვა და ისე უბანში გაბეთლო უკამრო ჩემპო pound for pound ნომერო 1 ხელი შეგეშალა მაგაში ცეცხლზე თამაშები და ხო იცი რო არ შეიძლება მაგ ნაბოზართან თამაში როგორც მე არ მიხდება მოტკეცილი ტანსაცმელი ისი არ უხდება ჰიპ-ჰოპს აკაკი თუ აკაკი მოგიტყან თავტრაკი რაუნდი Shit bro მესამე რაუნდი ვილი Yo დაი ვასრულებ დანაპირებს და ამის გვამსვად გავარ თავზე კაპიშონ გადმოწეული ცალხელში ცელი ვცდილობ დავაბრუნო დედამიწაზე ნელ-ნელა იგზნობა პულსი წნევაც ნელ-ნელა მატებს ამოისთქა თვალებს ძილზლობით ახელს ახსოვს რა ტანჯვა გადაიტანა იაზებს რომ იგივე მოელის მაგრამ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა როქსონდა ფორმულა ბეთლის მოგების შეიძლება წონაში დაგეკლო და პროსტა მიფუჭებდი რამხელა ტექსტს მასალს ლიანად კარგავდი იმიტომ რომ სულ იარაღი დამადა თავზე პროსტა ვერ მოусმენდი შენს ტრეკს მაგრამ დიჩი რა ვქნათ უყვარს კაც ჭამა მაგიო დღეს ვილი ესდება რომ გაგაბედნიეროს აქ და მე და ბიგესი მაგში მივდივართ პროსტა დიჩი წიას უნდა გამეხოს საპრიზო ამის პორციაზე რომ იყოს შევალთ კაროჩე დავიწყებთ შეკვეთას და მაშინ გამოანათებს ამის ყოლა რეფსკილი მივალ ცალაროსთან ხალხ შეეშინდება ჩამოწება დუმილი ეტყვის კონსულტანტს ჩაიწერე თორე მაგრამ მეზარება და მარტო ერთხელ გეტყვი 2 კოლა 3 ჩიზბურგერი და ფრი რა შეიძლება მეტი მინდა 20 ნაგეტსი соуსი კეჩუპი და ყველი ეხა პელესბეთს უნდა ვუყურო და არავინ შემიშალოთ ხელი ამითი არ დავიღლები ხალხს უსწორდება და მარტო შეგეჯმევა საქმეში თორე შემეძლო შეიწონა ყალეზე დამეკიდებინა მაგრეგორის სარკეში მაგრამ როგორ არ უნდა ვეღადაო ტიპს რომელსაც სალკე აქვს შექმნილი ჰაილაითი ჯიმის ვიღაც დახედავს სიტყვის სპორტული ბიჭია უყვარს დაცვა რეჟიმის გახსნის ამოვარდება ტიპი რომელიც ვერ ეტევა კადრში ეს ის რო ჟარა ფეგურს რო ყვაროდა სურო იდგა კარში ეთყობა უნდა ანეხოს ხალხს როგორი არ უნდა იყო და მაგიო დადის დარბაზში ყველას მოტივაციას აძლევს თავის დარწკი გულში ინახავს შეხარ ეწლით მოსეულე რადგან სარბენი ბილიკი თვალით არ გინახავს ამ ხალხის წინ უკვე აზრი აღარ აქვს გირჩევნია ახალი აუდიტორია ეძიო წონა დაიკელი თორე გული შეტევა მოკლავს აუდიტორია ეციო პირდაპირ გაიგო როცა უთხრეს ბეთლზე უნდა იყო მხეციო შენზე 100 ბარით წინ ვარ ტყულასილობ რომ და მეწიო შენზე 10 მეტრი წინას რომ იყო მაინც ყულასილობ რომ და მეწიო ჭამა მემსებს შენი სამყოფი არ მოქვს ნუცლობ რომ და მეწვიო ჭამა მემსებს ვაუპატიურებ ტიპებს ერთი კუნძული მაკლია და მის გამორჩელებენ ფაილებს როგორ გინდოდა რომ ბეთლემსი გამხდარი ყავი მაგრამ ჯერ უნდა გამხდარიყავი ამიტომ ეს სეზონი დაიკიდე სხვა დროს სცადე მაგამდე ისწავლე რაღაცეები ჩემგან პროსტა გეხვეწები 2-2-ზე არ გამოხვიდე თორე ვიცი რომ შენ თიმეით შეჭამ შესარჩევში ვიყავი რაკიმი მეთოდმენი სლიკრიკი და ნასი შენ კი ქონა საშნელი დელივერი როგორც შიკრიკი ზარმაცი ეს არისო პროსტა რეფერენსები არც ერთი სახელი უაზრო და არ მიდის when I be on mic this is სულად გადამიხდის ჯერაც არ გიშოვია ის უნდა მოგპარო როგორც პირატი ნამდვილი ერთი კეჩი ჰუკით ეს ყველაფერი იქნება ადვილი შეხარ ჩემს ჩემპიონობამდე მორიგი ნაბიჯი გამლილი ჩემთან ყველა რეპერი იჭედება როგორც ლილ უენის ამილი შენი სამუდამო ძილის უკან იდგება ვილი მე არასდროს ბძინავს რადგან ძილი არის სიკვდილის ბიძაშვილი
ასე რომ ვისაც აქვს სურვილი, მე ყოველ თვედანაც მოველი. ვიღაცებს ჯერა რომ ბეთხს ვერ მოვიგებ. იგივე ხალხს ჯერა რომ ამატერას უარი მსროლელი. სტიჩიც მოვიდეს, პროსტა ისე სუნთქავს მისი რაუნდები არ მესმის. და თუ ვილი ბეცე თქვენი უფლებები დაარღვია, უმჯობესია დაურეკოთ ვეკილს. ასე რომ კარგად დაფიქრდით, სანამ რამე მოგინდათ. აქ არიან ჩემი ძმები ნუცუბიძის 4-დან, ჩემთან ერთად დღეს თელი დიღმის მასივი აქ დგას. ვილის კლაინეი ნარნუ fuck with უნდა გავაგებინო ამ ხალხს. რაუნდ. ოკეი, სანამ უშუალოდ ქულებზე გადავალთ, გავიგოთ რას ფიქრობს ჟიური. ედი პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ არ ვიცი როგორ მოახერხეთ შეთანხმდით თუ როგორ იყო პირველ რაუნდში რომ ორივეს გაცნობის რაუნდი ჰქონდათ, ამან გაასწორა. კარგი იყო. მოდი რაუნდებით მივყვები ბარემ რა. პირველი რაუნდი ჩემთვის ბიგეს. მეორე რაუნდი შენ და მესამე რაუნდი ისევ ბიგეს და შემდეგში ეცადე რომ უფრო მასიური ბილდაპი ქონდეს რაღაცას და კარგად დაასრულო რა. ბიგეს რაც შეეხება, მოდი ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ სახელები ორივეს რაღაც ხო, ანუ არ ვიცი, მოკლედ რა, ეგეც თქვენი საქმეა, მაგრამ ერთმანეთს ხო რაღაც დონეზე გაუმარტივეთ კიდეც საქმე სახელებზე გადაობითაც რა. ხო, მესამე რაუნდში რაც გააკეთე, ძალიან გაასწორა. მოკლედ იმას დავამატებ, რომ შენი რეალურად იყო უფრო იუმორი და ცოტათი ამანაც გადაწონა, რომ უფრო მეტი იუმორი იყო. და ის იმან გაასწორა კიდე, რომ მაგალითად შენ რო გისმენდი, უფრო დიდხანს ვიღიმოდი და რაღაცის გამო ანუ ეს ემოცია მქონდა რომ რა კარგი რაღაც გააზრო თქო, ვიდრე აქით, იმიტომ რომ მაგალითად მქონდა რაღაც ჩავარდნები, იყო თესლი ლაინი რაღაცა, ხო შეიძლება იყო რაღაც თესლი ლაინი, შემდეგ იყო რაღაც ჩავარდნა, პაუზა და მერე მოდიოდა ისევ პანჩლაინი რა. და მოკლედ ამ მიზეზების გამო ჩემთვის ორი რაუნდი ბიგეს და ერთი შენ. მადლობა ედის. ოკეი. ელე. ფანჩებს რაც შეეხება, შენგან ძალიან მაგარ ფანჩებს ველოდებოდი, იმიტომ რომ მაშინ დიღომში რაც მოვისმენეთ, აი ძალიან დიდი სტყნა იყო, მაგრამ რატომღაც ეგენი აღარ ქონდა დღეს, ანუ ქონდა, მაგრამ რაოდენობაში მაგდენი არ იყო რა. და აი პახოვდო მომზადების თემა რო ვიბაზროთ, ანუ ამას რახან შენზე დიდი ტექსტები ქონდა, შესაბამისად უფრო მეტი რითმა ქონდა, მეტი ტექსტი ქონდა, მეტი პანჩლაინი ქონდა. და ასე შემდეგ და მე მგონი არ მახსოვს შენ თქვი თუ შენმა ძმაკაცმა თქვა მაშინ ბეთლზე რომ თესლად რო გარეპო ან დიღმელი უნდა იყო ან ზანგიო. ხო და აქ ისე გამოდგა რომ ორივე დიღმელი გაიჩიტა, მაგრამ ჩემი აზრით აი ქუთაისური რო შებერა წაიღო მან რა აი. ანუ ჩემი აზრით ანუ შენ ძმაკაც ბაზარი არა შეიძლება უფრო მეტი იცი მასზე და მაგითო ქონდა მეტი პანჩლაინი, მაგრამ ანუ რამხელას ეტაპებიც ქონდა, მაგ ხელა არ უნდა გექნა ცოტა 1-2 ეგ უნდა გექნა რა. ხო და რავი ქულები დავწერე და ზოგადად რავი ბიგესი რა. მოიცა, ჯერ ქულები, აქ ქულები წყდება ძმებო. დოკ. დოკი. იმას საერთოდ კამერამენი უნდა უშოვო. საბაშასთვის შევქმნათ ხმაური ჩალიჩოს. კარგი, მოკლედ ძალიან კარგი ბეთლი გამოვიდა. არ იყო დავიწყებები, კი რამდენჯერმე დავიწყდა, მაგრამ მეგის დავიწყება არ არის, რომ დავიწყებაში ჩაუთვალო და რამეზე ქულა დააკლდეს მაგ მხრივ რომელიმეს. იდეები უკეთესი გქონდა ბევრად, ვიდრე შესრულება და აი დიქციაშიც რო პრობლემა გაქვს, ეგ რეალურად არის კრაუდთან მიუჩვენობის გამო და ეგეც აი კრაუდში რო გატესტავ მაგ შენს იდეებს, ნელ-ნელა დაამუღამებ როგორ მუშაობს უკეთესად. შენგან კი იუმორი იყო, ბაზარი არა, მაგრამ ფანჩები და სეტაპებიც ძალიან მაგარი იყო რა, მარტო შუტკები არ ყოფილა რა. ბეთლურებულად მოიგე სამივე რაუნდი ჩემთვის რა. ქულები ესე გადანაწილდა 71-ით 79 და ნახევარფინალში ვიხილავთ ბიგეს. გილოცავ ბროსკი გილოცავ. Cool bro. მადლობა რომ იყავით ჩვენთან. შევხვდებით შემდეგ ივენთებზე.
ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი, ჩვენი მხარდამჭერი ომეგა ემპერი, ჩვენი პარტნიორი კომპანია Control Room, ჩვენი ერთგული მხარდამჭერი ხალხი, შევხვდებით შემდეგ ივენტზე. Let's go!